ჩვენ არ უნდა გავხდეთ პაპზე უფრო დიდი კათოლიკე და რა სტანდარტიც არის მსოფლიო მასშტაბით ამ სტანდარტს უნდა დავექვემდებაროთ. ასე ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე კვების ობიექტებისთვის პლასტიკის ჭურჭლით საკვების სასმლის რეალიზაციის საკრძალვას. 1 ივლისიდან პლასტიკის ნაწარმის რეგულაციის მოცვა ფართოვდება. როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტიკის ჭურჭლის ჭიქების, თეფშების, დანების, კოუზების, საწრუფოების და სხვა პლასტიკის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. 1 ივლისიდან კი საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდებაც აიკრძალება. ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის, ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ. რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებლის შეფასებით, რეგულაცია განსაკუთრებულ გავლენას იმ კვების ობიექტებზე მოახდენს, რომლებიც კატანის სერვისზე არიან ორიენტირებული. შოთა ბურჯანაძის შეფასებით, პლასტიკის ჩანაცვლება გაცილებით ძვირი, ალტერნატიული ჭურჭლით კვების ობიექტების მომსახურებას სავარაუდოდ 15%-მდე გააძვირებს. მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა პირველ ჯერზე 1000 ლარიან ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. განმეორებით სამართალ დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია ორმაგდება. აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს რუსეთის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური განახორციელებენ. მთავრობამ Wind Power-თან სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოიწონა. საუბარია 206 მეგავატიან ქარის სადგურის პროექტზე, რომელიც როგორც Wind Power-ის დირექტორი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. მისივე თქმით, ჯამში 33 ტურბინა უნდა დაიდგას და პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 240 მილიონი დოლარია. სადგურის მშენებლობა ადგილობრივი მთავრობის ნებართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა როგორც იორდანიშვილი ამბობს, 8 აპრილის განკარგულებით მთავრობისგან ყველა საჭირო ნებართვა მიიღეს. მათ შორის მოწონებულია Wind Power-ის მიერ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ავტომობილების გამბაჟების გადასახადის მკვეთრი ზრდის გამო ბაზარზე გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. ბიზნესი კი გამოსავლის ძიებაშია. Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას გაყიდვების 65%-იანი ვარდნა აქვს, ხოლო ინდივიდუალური დილერები, რომლებიც ავტომობილების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები, ფაქტობრივად გაჩერებული არიან. მისივე განმარტებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სეგმენტი, რომელიც მუშაობს, ეგრეთ წოდებული დაშლილებია. ასეთ შემთხვევაში გამბაჟება ბევრად იაფიჩდება და ბიზნესიც მოგებიანია. ირაკლი კუხიანიძის თქმით, რეგულაციამ საინტერესო გავლენა მოახდინა მომხმარებლის ქცევაზე. იმის გამო, რომ საშუალო ასაკის ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა, მომხმარებლები არჩევანს კიდევ უფრო ძველ 90-იანი წლების მოდელებზე აკეთებენ, რათა გამბაჟების დაბალი ხარჯით ისარგებლონ. თბილისში ფალიაშვილზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი გასტრონომიული სივრცე ლემარე გაიყიდა და მას ახალი მფლობელები ჰყავს. რესტორნის ახალი თანამფლობელი სოფო კალანდარიშვილი BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ ობიექტის შეძენა მათთვის მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება არ ყოფილა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ემოციურმა კავშირმა ითამაშა. მისი თქმით, ლემარე წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენდა როგორც დამფუძნებლებისთვის, ისე ობიექტის ახალი თანამფლობელებისა და მათი მეგობრებისთვის. მისივე განმარტებით, ობიექტის შეძენის გადაწყვეტილება გაასწრებულად მიიღეს და თავიდანვე განსაზღვრეს, რომ რესტორნის იდენტობა უნდა შეენარჩუნებულიყო. თანამფლობელის განცხადებით, ლემარემ ფუნქციონირება მხოლოდ 7-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა. ხელშეკრულება 2025 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა, ხოლო უკვე 22 დეკემბერს რესტორანმა პირველი სტუმრებიც მიიღო. მისი თქმით, ამ პერიოდში განხორციელდა ინტენსიური სამუშაოები, მათ შორის რებრენდინგი, ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, მენიუსა და სასმელების ბარათის შექმნა, ასევე ადმინისტრაციული სისტემების გამართვა.